ჭავახიშვილი, ნიკოლოზ ჭავახიშვილის შეყვარებული, რომელიც უკვე 191 დღე არის რეჟიმის პატიმარი და არის დაკავებული უკანონო და უსამართლოს მიერ. ბავშვობაში ნიკას მონათხრობიდან რაც ვიცი, ნიკა იყო ძალიან საყვარელი პატარა ხუჭუჭა ბიჭი, რომელსაც უყვარდა ძალიან სწავლა და მუსიკაზე ბავშვობიდანვე გიждდებოდა. დონეზე უყვარდა, უნდა რომ თავის პროფესია ყოფილიყო დიჯეობა და 4 წლის იყო, რომ თოვლით ესეთი აპარატურა გააკეთა და აპარატურაზე ცდილობდა რომ დაეკრა. კურსებზე დადიოდა, კულინარიის კურსები ქონდა დამთავრებული და სამზარეულოში საჭმელების კეთება უყვარდა ყველაზე ძალიან. ასევე თავის პროფესია იმ დონეზე უყვარდა, რომ 2 სამსახური ჰქონდა და ორივეგან დიჯეი იყო და ორივეგან ისე ცდილობდა ხოლმე, რომ ორივე სამსახური ერთმანეთთან შეეწყო. და სულ გადარბენაზე იყო ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადად დიჯეები ხო ღამით არიან. და ეს ღამის მენა, მე დღისით მუშაობის ღამით მუშაობდა, ვერ ვემთხვეოდით ხოლმე, იშვიათად მოგვიწევდა გარეთ გასვლა სადმე ერთად, მაგრამ ქალაქგარეთაც რომ მივდიოდით ხოლმე, სულ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ რაღაცნაირად ცალკე მარტოს გაგვეტარებინა დრო. ბევრ პროტესტზე დადიოდა ნიკა, მაგრამ ძირითადად უფრო დავახლოვდით ამ კანონის, რუსული კანონის უკვე მეორე კანონის დროს. ეს იყო 24-ის პერიოდში უფრო კარგად დავახლოვდით და 2024 წლის 1 მაისს ნიკას მახსოვს რეზინის ტყვია მოხდა ხელში და დღესდღეობით კიდე აქ აქვს შრამი. ერთი თვე ჰქონდა თაბაშირში ხელი. და ძალიან რთული სიტუაცია იყო მაშინ. არა რუსულ კანონს, ეს იმიტომ რომ ჩვენი წინაპრები იმიტომ არ ძოლობდნენ და იმიტომ არ იყვნენ ჩვენ არ დაგვიტოვეს ისინი რომ ჩვენი მომავალი გადაგვეჩინა და ჩვენ ახალგაზრდები ვაპირებთ ზუსტად იგივე გავაკეთოთ რაც ჩვენ წინაპრებმა გააკეთეს, დაგვიტოვეს სამშობლო, ვიტაწყალი, საქართველო, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, დავიბადეთ და ჩვენ ყველაფერს ბოლომდე მივყავთ, რადგან არ დაგვისდეს. გაუმარჯოს საქართველოს. ეხლაც ვიდეოებს რო ხედავ ხოლმე და ფოტოებს აქციებიდან თუ არ ვცდები ფორმულას აქვს ხოლმე ეს სიუჟეტი ყოველ ჯერზე, როდესაც ბიჭი დროშით არის ხოლმე ეს ნიკას კადრი არის და რო უყურებ ხოლმე გული მეწვება ის კადრები ლაივში რომ ახსენდება. ნიკას პირველი მოპროვოცირებელი ფაქტი ის იყო, რომ თვითონაც იყო აფხაზეთიდან დევნილი და ეს იყო ყველაზე ძვირფასი მისთვის, რადგან დევნილობა ძალიან რთული არის და ეხლაც ჩვენც დღესდღეობით ჩვენივე ქვეყნიდან გვდევნიან. ბავშვობაში როგორც მოყვებოდა დადიოდა ხოლმე ფოთში და სულ ჰქონდა იმის სურვილი რომ გადასულიყო აფხაზეთში და ენახა იქაური ვითარება, უნდა გაეცნო ხალხი, რომელსაც მას მშობლები უყვებოდნენ, ახლობლები, ნათესავები, უნდა დაენახა ის სიტუაცია, რაშიც მაშინდელი მისი ნათესავები და ახლობლები იზრდებოდნენ და რაც გამოიარეს ამის ნახვა უნდა, რადგან სოხუმზე იმდენი ისტორია ჰქონდა მოსმენელი და დღესდღეობით ჩვენც რამდენი ისტორია გვაქვს მოსმენელი, როგორი ულამაზესი და ყველასთვის საყვარელი იყო ეს მისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ვინაიდან ეს არის ტკივილი, როგორც თვითონ აფხაზებისთვის, ასევე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვინაიდან დღესდღეობით და საქართველოს ოკუპირებული არა 20%, როგორც მაშინ, არამედ სრულად 100% არის რუსეთის მიერ. ძალიან რთული არის ამის ყურება, რომ ანაკონდას ეფექტი მოქმედებს ფაქტობრივად ჩვენზე
და ნელ-ნელა ეტაპობრივად გვჭამენ და ვყლაპავთ და ანუ ნიკასთვის ეს იყო საოცრება უბრალოდ რომ ხალხი არჩევნებზე არ გამოვიდა, გაყალბებულ არჩევნებზე, როდესაც გარეთ ვიყავით. რამოდენიმე კაცი რო აპროტესტებით, მაშინაც არავინ არ გამოვიდა და ხალხმა რო გადაყლაპა და კობახიძის განცხადებაზე გამოვიდა, ძლივს რაღაცაზე გამოვიდა ხალხი, ძლივს რაღაცა გვეშველება, ძლივს რაღაცა დაიწყება და ბოლოს ბათუმში წასვლა იყო, აი რაღაცნაირად ცოტა ემოციური იქნა გამნა, რომ ნოემბერში ვიყავით. წამოსვლის დღე იყო 28 ნოემბერი და მატარებელში ყოფნისას დაემთხვა ზუსტად ეს კობახიძის განცხადებაც, რაზეც აი აბსოლუტურად შოკი დაგვემართა ბელას და ანუ ჩემი ტელეფონი ოფიციალურად აფეთქდა იმ მომენტში და ყველა მირეკავს სათხართ გავედით გარეთ და ამ დროს ბედანიკა 7 საათნახევარი ვიყავით მატარებელში და ტელეფონს ხელიდან ვერ უშვებდით ვერც ერთი და ვერც მეორე მიუხედავად იმისა რომ ბოლომდე გვიჯდებოდა ორივეს მაინც გვინდოდა რომ გვენახა რა ხდებოდა უჩვენოთ ანუ არ გვინდოდა არც ერთი წამი რომ გამოგვეტოვებინა და მაინც გადავწყვიტეთ რომ ჯერ სახლში მივსულიყავით, რადგან გვებანავა, ცოტა მოუწესრიგებულიყავით და ისე გავსულიყავით გარეთ, მაგრამ ჩემი სახლში წასვლა და ნიკას ჩუმად გაპარვა ერთი იყო. არც ერთი აქცია არ გამომიტოვებია. სულ ერთად დავდიოდ და ერთადერთი დღე იყო, როდესაც მე ვერ მოვახერხე წასვლა, ვინაიდან აბსოლუტურად სველი ვიყავი მეც და ისიც და ის ესევე როგორც იყო, ზუსტად ისე ადგა და წავიდა. 4 დეკემბერი იყო, როდესაც მე სამსახურიდან მოვდიოდი სახლში და ნიკა უკვე ემზადებოდა, რომ წასულიყო თავის სამსახურში. სამსახურიდან სახლში აღარ წამოვედი და წავედი დედაჩემთან და ამ დროს ნიკა წავედა თავის მეგობართან, რომ გაუვლიო რაღაცა ნივთებს ავიღებო და წავალ შემდგომ უკვე სამსახურშიო. და ჩანთა ქონდა, ჩანთაში ყოველთვის ქონდა დროშა, საქართველოს დროში დადიოდა აბსოლუტურად ყოველ დღე ყველგან ყოველთვის ისე არ გამოდიოდა ხოლმე სახლიდან. და დაახლოებით 2:30 იყო, რომ მომწერა, რომ აღარ წავალ სამსახურშიო დღეს რაღაც ცოტა შეუძლოდ გრძნობ თავსო და მირჩევნიაო, რომ დავრჩე ჩემ მეგობართან და დავიძინებო რა აქო. ოკეი, კაი დაიძინე რაღაცა. ანუ არაფერი არ ვიცოდი და მეორე დღეს 5 დეკემბერი იყო ჩემთვის ყველაზე რთული დღე. ვინაიდან ხუთში სამსახურში ვიყავი, შუადღის სმენაში მუშაობდი და მომიწია იმის მოსმენა, რაც ყოველდღე არ მინდოდა. მისმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ ნიკარია დაკავებულია. არ ვიცი სად არის. ანუ არ ვიცი რა დამემართა, სამსახურში ეგრევე ავიღე ყველაფერი, რაც მქონდა და გავიქეცე. სად მივდივარ და მე თვითონაც არ ვიცოდი. ანუ ავდექი და წამოვედი. სად მივდივარ, ვისთან მივდივარ, რა უნდა გავარკვევრო, რა უნდა გავაკეთო, აი არაფერი არ ვიცი, შემთხვევა მსგავს საკითხი არასდროს არ მქონია. მისი მეგობრის სახლიდან წაიყვანეს. და აღმოჩნდა, რომ იზოლატორი 2 იყო. დიღმის და ზაჰესის. ვიკითხე დიღმის იზოლატორში აქ არ არისო, ზაჰესში ვიკითხე აქ არ არისო. ნუ როგორც იზოლატორებს ჩვევიათ ხოლმე, აქ არ არის, იქ არ არის, იქ არ არის, აქ არ არის. და სადღაც საღამოს 8 საათი იყო თუ 9 საათი იყო, ადვოკატი მირეკავს, სახაზიანო წესით დაენიშნა ნიკას ადვოკატი და მირეკავს და მეუბნება, რომ ხვალ 12 საათზე იქნება პროცესი. რა პროცესი? რა ხდება? რაზე არის დაკავებული? არაფერი არ ვიცი, დეტალები არ ვიცით. და პროცესი იქნება. გაგიჟებული ვიყავი, ვერ ვიაზრებდი ვერაფერს, მეკონა რაღაც ადმინისტრაციული წესით, ნუ როგორც ჩვევიათ ხოლმე, რაღაც სისულელეზე დააკავეს. და აღმოჩნდა, რომ რაღაც სისხლის სამართლის რაღაცა საშინელებაზე დააკავეს. და აი აბსურდზე უბრალოდ, აი წარმოუდგენელია ჩემთვის. ჯერ რა ჯგუფი, საიდან არის ეს ჯგუფი, ვინ არის ჯგუფი?
ადამიანები, რომლებიც საერთოდ ერთმანეთს არ იცნობენ და პროცესზე გაიცნეს ერთმანეთი, რადგან ერთდროულად დააკავეს და ერთად ჰქონდათ პროცესი, რა ჯგუფი საერთოდ. კვეთა არც ერთს არასდროს არ ქონიათ. ყოველ შემთხვევაში რომ ქონოდა რომელიმესთან კვეთა, პირველ რიგში მე მეწოდინებოდა, რადგან ყოველთვის ყველგან ერთად ვეყავით. და ანუ არანაირი კვეთა, არანაირი მიმოწერა, არანაირი სადმე გადაკვეთა, არაფერი საერთოდ დედამიწის ზურგზე და უცებ რაღაცა ჯგუფი, რომელიც საერთოდ 19 აღმოჩნდა და გაიყო ორ ნაწილად. ანუ აბსურდი უბრალოდ. ვერ გადმოვცემ ამ ემოციას ვერანაირად. არ შემიძლია იგივეს ვერ გადმოვცემ ფიზიკურად არ შემიძლია ამის გადმოცემა. ანუ ერთხელ უკვე საკმარისი იყო ამის გამეორება, ანუ მეორეჯერ ფიზიკურად აღარ შემიძლია რომ ეს გადმოვცე დეტალები, ანუ ძალიან რთული იყო და ყველას უსურვებ, ახლა ვინც მთავრობაში არის ზუსტად იგივე გამოიაროს, რასაც ყველა ჩვენგანი, ყველა ჩვენი ოჯახის წევრი გავდივართ. ანუ აბსოლუტურად ყველას უსურვებ მსგავს. მადლობა ყველას, თითოეულ თქვენს დარბაზში ვყავ. ვისაც ტელევიზორიდან გიყურებთ, რამებს ათენებთ, რამედ გახართ თავის გამზერზე. თავისუფლება პოლიტიკურ პარტიებს და ახალი არჩევნები. 8 დეკემბერს დამიერეკა ნიკა 2 დღის შემდეგ. და პირველად მაშინ გავიგე 4 დღის შემდეგ ხმა. ძალიან რთული ჩემთვის. მაგრამ პირველი ნახვა 25 დეკემბერს იყო შობას დაამთხია. შობას ერთად შევხვდით ესე მაინცო და შობას რო შევხვდით შუშის იქიდან და შუშის აქედან აი ტელეფონზე საუბარი რო ვერ ეხები საყვარელ ადამიანს აი ძალიან რთულია მართლა. ძალიან ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავებისთვის და საკუთარი ოჯახის წევრებისთვის არ ვიბრძვით. ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის, რაც არ გაგვაჩნია დღესდღეობით. და ამ ბრძოლაში არის საჭირო თითოეული ადამიანის წვლილი. არ აქვს მნიშვნელობა ეს წვლილი როგორი სახით იქნება. აი თუნდაც მაგალითად თქვენი როგორც ჟურნალისტის და ალბათ ვიღაცა ექიმიც არის, ვიღაცა მსახიობია, ყველა პროფესიის ადამიანმა უნდა შეიტანოს წვლილი. ყველა უნდა აღუდგეს რეჟიმს წინააღმდეგობა, ყველამ უნდა გაუწიოთ. არის ერთ მხარეზე რუსეთი, მეორე მხარეზე მომავალი ჩვენი, რომელიც არის ევროპა, ამერიკა, დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო. და ჩვენ თუ წავალთ ისევ საბჭოთა კავშირის პერიოდს თუ დაუბრუნდებით, ეს იქნება ჩვენთვის ტრაგედია. რადგან ქართველები მთელი ცხოვრების მანძილზე ასეთი ისტორია გვაქვს, ასეთი მებრძოლი ხალხი ვართ. ვიბრძვით ყოველთვის ჩვენი სამშობლოსთვის, თავი გვაქვს განწირული რამდენჯერ. აი წლების ისტორია გვაქვს, საუკუნეების ისტორია გვაქვს და ამ საუკუნეების ისტორიას სადმე გვაქვს რუსეთში? რატომ გვაქვს რუსეთში? როცა შეგვიძლია რომ უფრო განვითარდეთ, წავიდეთ დასავლეთში. წავიდეთ მომავლისკენ ვიბრძოლოთ და ჩვენ მაინც უკან და უკან მივიწევთ. რატომ? ნიკა არასდროს არ იტყოდა და არასდროს არ იტყვის და არც იძახის იმ ფაქტს, რომ მე არასდროს არ წავალ აქციაზე. პირიქით, დღესვე რომ გამიშვან, დღესვე წავალ აქციაზე და დღესვე იგივენაირად ვიბრძოლებ, როგორც მაშინ ვიბრძოდე. და ერთადერთი რაც ყველაზე მეტად წდება გული, რომ ოღონდ რამე დამეშავებინა და ოღონდ რამე გამეფუჭებინა, რომ სამართლიანად მაინც ყოფილიყავი. ანუ ამაზე წდება გული, რომ აი აბსურდული ბრალდებით, არც ერთი დაზარალებული, არც ერთ ბიჭს ხელს არ ადებს. ფეიერვერკის ჰაერში სროლის გამო 20 წლის ბიჭი არის ეხლა ციხეში და ემუქრება 4-დან 6 წლამდე. განგი მარტავ კონსასამბლოს დარბაზში უნდა დაიგეთ ღონისძიებები, ეს გახდა დაჯარიმება სამემოცე
გასწორდნენ. მოგიწოდოთ, ხოვოთ, მოგმართოთ. მე რეჟიმის თქვენ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, რომ ყველა ბოლომდე, ყოველ დღე, ყოველ სახელმწიფოებიან პროტესტზე გადავიდეთ. არც ერთი ნაბიჯი თუ გას, სრული ხლით თავის ხედით. სიტყვას ასე დავამთავრებ. ის რუსეთის დამპალი იმპერია, თავისუფლება რეჟიმის თქვენ. ის რუსეთის მონები, დამხობა რეჟიმი. ეცქლორია, აკოცებო, ოლე, ოლა, თქვენი დასასრული ახლოვდება. Next გამოვიყენებ ეთერს ახლა და რამდენიმე სიტყვით გეტყვი რომ ძალიან მეყვარხარ და ყველაფერს ვაკეთებ მართლა იმისთვის რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწიოთ იმ მიზანს რისთვისაც ვიბრძვით. აუცილებლად დადგება ის შედეგი რაც რისთვისაც ვიბრძვით და რისთვისაც ვიღწვით და რისთვისაც გვიწევს ეს ბრძოლა და ეს ომი. და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. და ასევე მინდა ბიჭებს უთხრა ესეთი რაღაცა, რომ ბიჭებო ძალიან მეყვარხართ აბსოლუტურად ყველა და აბსოლუტურად ყველაზე შემტკივა გული და სანამ ყველანი გარეთ არ იქნებით, მანამდე ვიბრძოლებ აბსოლუტურად ყველასთვის. და იცოდეთ, რომ ერთი მაინც ადამიანი, რომელიც თქვენს გამო, თითოეულ თქვენგანიც გამოიბრძვის, ვიქნები მე.